გენო პეტრიაშვილის შემოგვერდა საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნები და საგამომშვიდობისა გენო მადლობა რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ 7-8 თვე არის ხო უკვე რაც პარლამენტის წევრი ხართ. თქვენ ხართ ადამიანი რომელიც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გწევდათ პატივს იმ დამსახურებისთვის რა როდესაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ აზეიმეთ ხომ არაერთი მედალი მიიღეთ. წახვედით პოლიტიკაში. ეს თქვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯის გადადგმა იყო. წახვედით მაშინ და ამის შემდეგ უკვე დაიწყო საპროტესტო აქციები, ვიღაცეები დასანქცირდნენ მათ შორის თქვენი კოლეგა სპორტშიც და შემდეგ პარლამენტშიც. რა განცდა გაქვთ დღეს გენო პეტრიაშვილს? დიახ, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს უდასტურებ ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს საზოგადოებას და ასე შემდეგ. დიახ, ნამდვილად რთული პერიოდია ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენს ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მეც მზად ვარ ჩვენს გულთან ერთად ჩავერთეთ ჩვენს ქართულ საქმეში და ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მოქალაქეებს, ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებით ახალგაზრდებს, სპორტულ საზოგადოებას და მათი გულის ტკივილი მიგვაქვს იქ, სადაც საჭიროა და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდებს და ყველა თაობის ადამიანს და ჩვენს განსაკუთრებით სპორტულ საზოგადოებას. მე სპორტულ კომიტეტს წარმოვადგენ და ჩემს მეგობრებთან ერთად მუშაობთ ამ ყველაფერზე. ნამდვილად რთული პერიოდია, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ჩემი ბავშვობა და ის რთული პერიოდი, რაც მართლა რთული პერიოდი იყო საქართველოში და ძალიან პრაქტიკულად სამაჩაბლოში დავიბადე და გავიზარდე და იქ ცეცხლისალში გვიწევდა ცხოვრება, შემდეგ უკვე გორში, როდესაც გადმოვედით 2008 წელს გვახსოვს რა უბედურებას დაატყდა ჩვენს სამშობლოს. და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყოდი რომ დღევანდელი პერიოდი არის რთული, ის იყო ნამდვილად რთული, ამდენი ღირსეული მოქალაქე დავკარგეთ, ამდენი ძალიან მაგარი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები დაეცნენ, ხო? ჩრდილოეთთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ის რომ დღეს მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენი შვილები განათლებას იღებენ, სპორტულ ცხოვრებით ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ნამდვილად რთული პერიოდია, ბევრი საქმეა, ბევრი ადამიანს ჭირდება ხელისუფლების გვერდში დგომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვართ და აი სანქციები თუნდაც გენო როდესაც თქვათ ითხოვენ რომ დაასანქცირონ საქართველოს ხელისუფლების წარმოადგენელი. თქვენ წარმოადგენთ უკვე საქართველოს ხელისუფლებას დასანქცირდა მაგალითად ხო ლაშა ტალაფაძე და სხვები. რა არის აი თქვენთვის აი დასანქცირებით როდესაც გემუქრებიან? ვფიქრობ ეს სანქციები არის შანტაჟი. რისთვის ასანქცირებენ ადამიანს? სამშობლოს სიყვარულის გამო? ბიძინა ივანიშვილს ბატონ ბიზნეს ასანქცირებენ სამშობლოს სიყვარულის გამო. სწორედ ამ კაცს უკავშირდება ის რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის ნანგრევებში, რომ ჩვენი შვილები მშვიდობიანად განვითარებაში არიან, განათლებას იღებენ. სწორედ ამ კაცის დამსახურება და ქართული ოცნების ხელისუფლების და თითოეული ქართული ოცნების ჯარისკაცის და მე კიდევ ერთხელ როგორც იგითმა ქართველმა მინდა მადლობა უთხრა. აი ამ სტაბილური განვითარებისთვის და სიმშვიდისთვის, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება. იგივე სიტყვი ლაშაძე და ვიქტორ სანიკიძეზე, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და ღირსეული ქართველები. და მათ აშანტაჟებენ პირდაპირ. ეს არის მოგონილი სანქციები რის გამო, რომ სამშობლო გიყვარს? ჩემთვის მიუღებელი არ მისმის. თქვენ 11 წლის იყავით, ხო, როდესაც გაგიტაცეს თქვენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადეთ, გაიზარდეთ და 100 დღე იყავით, 99 დღე თუ არ ვცდები გატაცებული, ხო? აი თქვენ გენო პეტრიაშვილს როდესაც გეუბნებიან, რომ თქვენ ხელისუფლებას საქართველოს მიყავს არა დასავლეთში, არამედ რუსეთში. აი ეს რას ნიშნავს? მე ამ კითხვის პასუხად გეტყვით, რომ ჩვენი ხელისუფლება არა პრორუსული, არამედ პროქართულია და ყველაზე მეტად ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს თაობებს ემსახურება. და ჩემი აზრით ეს მიდგომა არის მომზადებული იმისთვის, რომ ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში. ის ახალგაზრდები მადლობა ღმერთს, რომლებიც არ შესწრებიან ამ უბედურებას, რასაც რუსეთთან ბრძოლა ერქვა და რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის შეირაღებული თავდასხმა და ომი ჩვენს ქვეყანაში. და იმ ადამიანებს ატყუებენ ახალგაზრდებს, ვისაც არ აქვს ეს განცდილი და მადლობა ღმერთს ამისთვის. სწორედ ამიტომ ახალგაზრდებისთვის არის ეს ყველაფერი შეთხსული, თორემ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ყველაზე ქართული და ემსახურება საკუთარ სამშობლოს და არავითარ შემთხვევაში. როგორ შეიძლება ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, მაგის შემდეგ იყო პრორუსული. რომელი ქართველი იქნება? ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის? მაგალითად წინასწარ მათ შორის მეც გადამხდა, ჩემი სოფელი არის ოკუპირებული
დიდი ლიახვის ხეობა, პატარა ლიახვის, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგეთ თქვენს გარშემო. კოდორის ხეობა ისტორიულ საქართველოსია საუბარი და ისტორიული ტერიტორიებია დაკარგული ჩვენ. როგორ შეიძლება ადამიანს გიყვარდეს და იყო აუშვათ პროფესორი. მაგალითად 2024 წლის 13 სექტემბერი, როდესაც ღირსების ორდენი გადმოგცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ხო? წინვალების ორდენი, გამარჯვების ორდენი. ხო, რაც იყო. ღირსების ორდენი წინაზეა. წინაზე, ხო. თქვენ თქვით რომ არ ეთანხმებით სალომე ზურაბიშვილს მაშინ და ცხადია არც ახლა ეთანხმებით, ხო? რაში არ ეთანხმებით ყოფილ პრეზიდენტს? თითოეული მისი განცხადება, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ემსახურება და არაქართულია, როგორ შეიძლება ამ ყველაფერში დავეთანხმოთ, ხო? როდესაც ადამიანები ჩადიან, არაქართულს რას აკეთებს ზურაბიშვილი? გეტყვით ახლა, როდესაც ადამიანები ჩადიან და პირდაპირ მოუწოდებენ ევროპელ კოლეგებს, რომ დაგვასანქცირონ, დაგვსაჯონ. ეს ხომ გენოპეტრიაშვილის დასჯა არ არის და დაუშვათ ლაშატ ლახაძის და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების. ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის დასჯა. თუ უიზო რეჟიმს, უიზო მიმოსვლას შეუწყვეტენ საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას. ეს ჩემი დასჯა ხო არ იქნება. ეს არის ქართველი ხალხის დასჯა. აი სწორედ ასეთ არაქართულ განცხადებების შემდეგ როგორ უნდა დავეთანხმოთ და როგორ ამას აკეთებდა ზურაბიშვილი, ანუ ის განცხადებები თუ რომელსაც აი მანამდეც აკეთებდა, ხო, ის რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, თქვენ როგორც აი იმ კუთხის შვილი. სწორედ ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმ დესტრუქციასაც დღეს ისინი ახორციელებენ. თქვენ ასევე იცით რომ რუსთაველის გამზირზე თქვათ გუშინაც იყო ეს აქცია რომ მოუწოდებდა მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ხალხს ქუჩაში გასვლისთვის იქვე შედან გედევან ფოფაძე და ქალბატონი ხოშტარია ით ოპოზიცია მისი ესეთი განცხადება იყო რომ თუ ოპოზიცია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას მაშინ შეწყვეტს ამ შიმშილობას პრაქტიკულად ოპოზიციას გამოუცხადა ბოიკოტი და შიმშილი ქალბატონმა ხოშტარია რა იქნებოდა თქვენი სათქმელი მათი მისამართი მე არ ვიცი ჩვენმა ხელისუფლების ლიდერებმაც გააკეთეს რომ ეს გაუგონარი რამ არის ოპოზიციას უცხადებდეს ბოიკოტს ჩემთვისაც მეც პირველად გავიგე ესეთი რაღაც სიმართლე გითხრათ მე ერთადერთი ჯანმრთელობას უსურვებ მათ და უსურვებ რომ გააგრძელონ საკუთარი ამორჩევლისთვის და საკუთარი საზოგადოებისთვის ზრუნვა არ ვიცი მეტი რა სხვა განცხადებას მე ვერ გავაკეთებ მათთან დაკავშირებით რაც ემსახურება უბრალოდ მათ იქნებოდა აი საქართველოს ხელისუფლება თქვენი კოლეგებიც მათ შორის პარლამენტიდან საუბრობენ რომ ხშირად ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში მათ შორის საუბარია ხომ ევროკავშირის ელჩზე გუშინ ნახეთ გერმანიის ელჩი მისული თქვენ რა განცდა გაქვთ აი რა შეგიძლიათ თქვათ არავითარ შემთხვევაში არც ერთ პიროვნებას არ აქვს უფლება ქვეყნის შიდა საქმეში რომ ჩაერიოს. ანუ მოდიან და ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში ეს ყოველად მიუღებელი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის. და რატომ ერევიან თქვენ რა განცდა გაქვთ? ალბათ იმიტომ რომ კიდევ და კიდევ დააშანტაჟონ ქართველი ხალხი და წაიყვანონ იმ არასწორი გზისკენ ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში. და შენიღბული ეს რაღაცა ინფორმაცია მიაწოდონ ახალგაზრდებს რომ შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენი უმთავრესი მონოპოლი ხო არის თავისუფლება და ახალგაზრდებზე და ჩვენ საზოგადოებაზე ზრუნვა. ჩვენი ახალგაზრდები არის ყველაზე ძვირფასი რამ რაც ჩვენ გაგვაჩნია ხო ერთ-ერთი უძვირფასესი. და ისინი უნდათ რომ შეიყვანონ შეცდომაში. აი ამას ემსახურება მეტი არაფერს და ჩვენი ქვეყანა რომ წაიყვანონ არასწორი კურსით. არც ერთ ადამიანს არ აქვს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება. დაკავებულები არიან ყოფილი თანამდებობის პირები, წინა ხელისუფლების დროს მოღვაწე თუ გავლენიანი ადამიანები, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, იმის გამო რომ არ მივიდნენ ისინი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, ხომ? ისინი აცხადებენ და მათი კოლეგა ოპოზიციონერები რომ ისინი არიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლები. თქვენ გენოპეტრიაშვილს როგორი? მე პირველ რიგში მინდა თითოეულ ადამიანს თავისუფლება უსურვო და არაზოს არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი არ არის მომხრე ადამიანის ციხეში გამომწყდევის. მაგრამ ეს ადამიანები დაბარებულები იყვნენ საგამოძიებო კომისიაზე. იმ კომისიაზე, რომელიც ჩემთვის და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის არის ეროვნული გამოძიება. ჩვენ თითქმის არც ერთი ჩვენება არ გამომიტოვებია და ყოველთვის უყურებ და ვცდილობ რომ მათი ძალიან მძიმეა ეს მოსასმენად, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ და რომ მოისმინო მათი გულის ტკივილი და მინდა ახალგაზრდებსაც უთხრა, რომ მოისმინონ. ძალიან ბევრი ნაწამები ადამიანის მშობლები, ოჯახის წევრები, აი ძალიან გულის სატკენი ისტორიებია, რაც უნდა მოისმინოთ, მაგრამ მე გურჩევდი ახალგაზრდებს რომ მოისმინონ. მათ შორის 2008 წლის ომით ჩვენ საზოგადოებას დღემდე აინტერესებს რა მოხდა რეალურად. რატომ არ მოხდა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების ინფორმირება, რომ
დაუშვათ, ოდესაც ეს ჭრდილოელი თქვენ ხო იმ კუთხეში იყავით? არა, აი ძალიან ბევრი კითხვა ისმევოდა ხოლმე იმაზე, რომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა გამოყვანაზე. რა ხდებოდა? გეტყვით, მამაჩემიც ცხონებული ბიძაჩემი და კიდე ძალიან ბევრი მაგარი ადამიანები იდგნენ და საკუთარი შიშველი ხელებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ თლიანობას. ჩემი და ჩემი შვილების ნათელმომავალს, თქვენი და მათ შორის ჩვენი საზოგადოების ნათელმომავალს. პირდაპირ ბლის ხახაში იყვნენ ეს ადამიანები. შიშველი ხელებით ცეცხლსასროლი იარაღებით ებრძოდნენ რუსულ ბომბდამშენებს და ავიაგამანადგურებლებს, ხო? ეს არის გმირობა, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა. და მათ შორის ჩვენი მაგარი ბიჭები და გოგონები სამხედრო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და შეეწირნენ. 250-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა, 300-ზე მეტი პოლიციელი და 300-ზე მეტი ჯარისკაცია დაცემული და რამდენი უგზო-უკვლად დაიკარგა. ანუ ხალხის გამოყვანა, ხალხი შეატოვესო. ეს ხო როგორ გითხრათ, ეს ადამიანები რო დღეს ცოცხლები ყოფილიყვნენ. აი რამდენად წინ იქნებოდა ესეთი ვაშკაცი ქართველები, ბიჭები და გოგონები რო ცოცხლები ყოფილიყვნენ, დღეს ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო წინ იქნებოდა. რომ მოხდარიყო ამ ადამიანების დაცვა და ინფორმირება. შეატოვესო ხალხი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არ გამოიყვანესო. აი თქვენ რა შეგიძლიათ? ჩემი სოფელიც ესე იყო, ცეცხლისალში იყო გახვეული, ოდესაც ახალგაზრდა ბავშვები, პატარები, მოხუცები, მათ შორის ჩემი მეზობლები გარდაიცვალნენ, ორი ქალბატონი. და ეს ადამიანები ვერ გამოიყვანეს იქიდან, არ მოხდა ევაკუირება. თავისინებით ვინც შეძლოდა გამოვიდა, გადარჩა, დანარჩენები დაეცნენ და გარდაიცვალნენ. აი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერთან აქვთ შეკითხვები საგამოძიებო კომისიას, სხვათა შორის მოხდება მისი ჩართვა უცხოეთიდან, პარალელურად მიდის გენერალურ პროკურატურაში გამოძიება. რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ საკითხის გამოძიება? მე ესე დავიწყებდი, რომ ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებაზე და მათ შორის 1 სანტიმეტრი ქართული მიწაც ვინც კი დაკარგა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ სამშობლოზეა ხალხო საუბარი, ისტორიულ საქართველოზეა საუბარი. კოდორის ხეობა, დიდი ლიახვი, პატარა ლიახვი, ფრონის ხეობა, ქსნის ხეობა, უდიდესი სოფლებია და ძალიან ლამაზ ისტორიული საქართველოა დაკარგული. აი ამ ყველაფერზე ყველამ თავისი პასუხისგებლობა უნდა აიღოს. მათ შორის იმ მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი ჯარისკაცების, გმირების არ ვიცი, უნდა მობრძანდნენ და მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაზე. ეს არის მე კიდევ ერთხელ ვცახე ეროვნული გამოძიების ტოლფასი, იმიტომ რომ უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ რა იყო ამ ყველაფრის უკან და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მადლობა გენო რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. პარლამენტის წევრს გენო პეტრიაშვილს უსმენთ.